ვისაც გახსოვთ წინა ნაწილში დაკიდებული თავშესაფარი ავაშენე, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული. დღეს ამ ნაწილში კი ამ თავშესაფარს უფრო გავაუმჯობესებ და ამჯერად ეს თავშესაფარი დასარჩენად იქნება გამზადებული. ჩაუჯექით მეგობრებო, წინ გელოდებათ საინტერესო ვიდეო. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ VBR-ს. 1:15 წუთია მოდიარ. ახლა არის 6 საათი. ზუსტად სახლიდან გამოვედი ღამით. არც მეძინა ფაქტობრივად. მედით აისო მაშინე ყოლს გავუყევი და გამოყვები. სამი ხოვული პარაკორდის თოკი წამოვიღე დღეს. შევხედა რამდენიც დასჭირდება დავამატებ. ჯერ ამას გავაკეთებ. ნახოთ აბა, კიდე თუ დასჭირდა, არ არის პრობლემა. თითო თოკი თითოჯერ ეყო რა როგორც ჩანს. ძალიან პატარა დარჩა და ეს არაფერია, ამას რაც დარჩება ისე მოვაჭრი და მექნება რო რამე იყოს. ეს ერთი ჩუაში. დღეს კომპანიონობას გამიწევს ჩემი Fiskars X13, ულტრამსუბუქი ნაჯახი და Moras კანსპოლი. ეს ყველაფერი შეგიძლიათ იხილოთ ნაივჯიზე, ლინკი იქნება აღწერაში. წარმოიდგინეთ აქ რო გაიღვიძებ. არა 100%-იანი დავრჩები ერთხელ. ძალიან მაგარია. თას უკანავ მუდმივად.
აი ესე გავაკეთე მეგობრებო ზემოდან ტენტი. პონჩო ტენტი. მოდი აქედან და ჩამოხდა, მოდი. მოდი, ცოტა, მოდი. ოჩა, სულზე გადმოძვერი, შე რო იცი. აჰა, ეგ არის. ეს ვასწავლი პატარა რო იყო. ხარზე გადმოჭდა. ეხლა ჩახტი. მიდი. იქით არ გაიქცე, შორს მიდი ხარ. საშიშია. შიგნი იქნება ჩოლებად დასაწოლი, აქეთ ნუ ფეხები არა უშავს. ნუ თუ სიცივეა, საძილეტო მეტრო დაწვე, ეგეც უკეთესი. თუ წვიმა არის, შეიძლება ეს მერე წინ გადმოუწიო. ახლა მაგ გაკეთებული ისე, რომ უბრალოდ ზემოთ იყო დაფარული რა. აი წვიმის თემაში შემიძლია ესე გქონდეს გადაკეცილი და იქით მხარე და იქით მხარე იყოს ღია. ნუ მე შემიძლია ესე მოვუკეთო და ეგეც დავკეტო. და ესე იყოს. მოგრად ყველაზე მთავარი რაც იყო გაკეთდა ეს ჩამოკიდებულია არის რაც მთავარია მყარი ეს არის 100%-იანი ეს შუაში არის ჩათვალეთ ისე რა რო რამე იყოს მე შემიძლია უფრო დავჭიმო იქიდან ხიდან ესენი დაჭიმულია უძლებს როგორც გითხარით თითო ღერი 500 კილოს ანუ წარმოიდგინეთ საერთოდ ეს მაგარი იდეა არის სადმე რო იყო და გეშინოდეს ძირს დაძინების და ხეზეც ახლა არ იყოს ისეთი დიდი ადგილი რომ წამოწვე დაიძინა შეგიძლია ხისგან რაღაც მარტივი შეკრა და თუ ესეთი პარაკორდის სამაჯური გექნება ხელზე გაკეთებული დაშლი და ასე დაკიდებ. თითო ღერი 500 კილოს რო უძლებს, ყელში ამოუვა ერთ ადამიანს და რამდენიმესაც კი. ახლა უკვე ერთ-ერთი მთავარი რამ რაც დამრჩა რო გავაკეთო არის კიბე, იმიტომ რომ ასვლა არის ასე რთული. გვერდი და ვეღარა ხარ, შუი და ვეღარა ხარ, შესაბამისად მიწევს აქედან ასვლა და ძალიან რთულია. წეღან ეს მაგრა ჩამოუწყე ჩამოსვლისას. ერთი ხე მაქვს კიბისთვის. მეორეც ჭირდება ამ სიმაღლე რომ მივადგა და 1-3-4 საფეხური ყელში ამოუვა იყოფა და აქეთ ნაპირში მივადგავ ხოლმე გადავალ ეგ არის კარგი წავალ ახლა მოვიტან ასეთ დიდ ხეს ახლა მინდა სწორი მაღალი და ხმელი ხე კიბის მეორე თავი წერტილისთვის. აქეთ აუფრო ხმელი. ნახეთ აი ეს რა საყვარელი ხეა მეგობრებო აქ დარჩენა ამ თავშესაფარში ძალიან მინდა მაგრამ როდის იქნება ეგ არ ვიცი იმიტომ რომ საშინად ბევრი ყოღოა რა დღეში რამდენჯერმე მომიწევს მაგის დასხვა და მაინც არ მანებებენ თავს აი თავთან დატრიალებენ და არ ვიცი შეიძლება შემოდგომისთვის გადავდო მე იმიტომ რომ აი უაზროდ ბევრი ყოღო არის და გაუსაძლისია გაჩერება რა
მაინც დაზღვევის მიზნით კანაფის თოქს მოვახო ყველა საფეხურს მჭიდროდ. ზეც ამოდის. აი, ამოყო თავი მთიდან. სულ მეუბნებოდით ხოლმე რომ იარაღი საჭიროა, იყიდება დრი, მე კიდე სულ წელავდი, იმიტომ რომ იარაღების მიმართ დიდი ინტერესი არ გამაჩნია. ბავშვობიდან ესე ვარ, რომ ძალიან მიყვარს დანები, ნაჯახები, მშვილდისარი, არბალეტი, ესეთი რაღაცები მიყვარს ძალიან. აი, იარაღები საერთოდ არ მიყვარს. ხო და სულ მეუბნებოდით მართლა საჭიროა, ეგ ვიცი, რა თქმა უნდა. ყოველ დღეში წასვლა ესე უიარაღოდ არის ძალიან დიდი რისკი. ვინც რაც არ უნდა თქვას, არავის დაუჯეროთ. შეიძლება ასე გამრიელი ტურან გელი ჩემთან არ მოვიდეს და თავს არ დამესხას, მაგრამ ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ ცოფიანი იყოს და ცოფიანს გადაკეტილი აქვს, აი ზომბივით არის, ვერ აზროვნებს და სულ რომ იარაღით იყო და ჰაერში ისროდე, მაინც მოვა და გიკბენს, თუ არ მოკალი. ძალიან დიდი რისკია ყოველთვის ტყეში ასე სიარული. ხო და მეგობრებო, მეც ხვდები რომ მართლა ძალიან დიდი რისკია. ბევრჯერ მიფიქრია უცებ რომ რაღაც შემხედრო და მაგალითად რაჭაში ბუდიალისას დათვი. აი პირადად მე რაჭაში არაერთხელ მსმენია დათვის თავდასხმის შემთხვევა ადამიანზე. არაერთხელ. რადგან ტელევიზორში ასე არაცხადებენ ხშირად. აი ეს ადამიანს თავს გელი დაესხა, დათვი დაესხა, ტურა დაესხა, იმას არნიშნავს რომ არ ხდება ან არ მოხდება. ხო და მე საერთოდ იარაღის ყიდვას დიდად არ ვფიქრობდი, მაგრამ ნინიმ დამარწმუნა. მითხრა რომ აგვისტონდეო თუ არ იყიდიო იარაღსო ლაშქრობებზე აღარ გამოყვებიო და მაგის გამო მე მუღამში შევედი, შევარჩიე ძალიან კარგი იარაღი. ნახევრად ავტომატური ვინჩესტერი. ნახევრად ავტომატური, იმიტომ რომ ყოველ გადატენვაზე აი თითქოს მე პირადად რო გავისროლე ყოველ გადატენვაზე, მაგას არ ვიცი რა ქვია მეგობრებო, დიდად იარაღებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ყოველ გასროლის წინ უნდა შენით გადატენო. ეგ არ მესიამონა დიდად. მე მირჩენია რამდენიმე ტყვიას რო ჩადებ და თვითონ ვერ ოტენის იარაღი რა, ნახევრად ავტომატური. მაგის გამო გადავწყვიტე, შევარჩიე უკვე მოდელი. მარლენ ფეიქრიშვილი თუ იცით მისი არხი, მონადირეებს და ტყის მოყვარულებს გეცოდინებათ. მისი ვიდეოდან შევარჩიე კონკრეტული ბრენდი, მე თვითონ კონკრეტული მოდელი შევარჩიე. მე თვითონ ჩავეძიე ისა. თვითონაც დამეხმარა, მადლობა მას აქედან. ხო და ან ივნისში, ან ივლისში ეგ იარაღი უკვე მექნება ნაყიდი. მანამდე გამოცდას ჩავაბარებ, მე პირდაპირ წავარ იარაღს ვიყიდი და მე მაგ იარაღსაც გაჩვენებთ ვიდეოებში და აი იარაღის ყიდვიდან მე აღარ იდარდოთ, ვიქნები დაცული და თქვენც იქნებით მშვიდად. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიწერდით ხოლმე და უკვე მცხვენოდა კომენტარზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ იარაღის ყიდვას არ ვაპირებდი. ხო და მადლობა ნინის და მადლობა მარლენ ფეიქრიშვილს. ასე გადმოვარხომ ერთი ჩაკუზო არ თული, იმიტომ რომ წონასწორობის დაცვა გიწევს რა ის რო ქანაობს. ამიტომ თოკების დახმარებით. აჰა, მშვენიერია. აუ რა კარგი ხედი მაქვს, იქით კლდე, ტყე. ზეიქიდან ამოდის ხოლმე. დილას დავტკბები. ნეტა მეორე კაცი იყოს ახლა აქ და მომაწოდოს კამერა შტატივიანა. შეგნი მშვენიერი ადგილია, რომ უბრალოდ დაწვე და დაიძინო. ან წვიმაში ეს წამოწოლილი იყო. აი ტენტის სხვანაირი განლაგებით მე უფრო დიდი ადგილი ჩნდება. აი ეს კოღები მოშორდნენ და მეტი არაფერი არ მინდა რა. ჩხიკვე მოვიდა. სად არის?
სად არის ეს ფრინველი ნაირ-ნაირი ხმებით? ეს ჩხიკვი არ არის ახლა რო წევის. ტაცებელია. აქ ჩამოჭდა რომელიმე ხეზე. ამ კოღოს ისი აქვს გადაკეტილი, ფეხსაც მიდან უნდა ჩემიკბენა. დაისონი იქ თხრის, რაც მოვედით, რაღაც პერიოდია, რაი მუხის ქვეშ და შეიძლება მანამდე რაიმის სორო იყო. სულ გამოიღო მიწა. აქ წვიმაში წარმოიდგინეთ ესე ლამპა. ტენტი კარგად გადაშლილი. ეს წამოწოლილი. აქ საჭმელი მომარაგებული, რომ რამე უცებ მოგშვიდეს, ძალიან მაგარი იქნება. ზემოთ უნდა ავიდე და კიბის აი თავი რაც არის მივალა აი ამ ხეს, თორე წეღა რო ჩამოდიოდი, ჩაცურდა და რა ამისა ესე გადამიშვა დაღმართში. აუ თქვენ არიცით წინაზე აყოფნისა ზურგი რა დღეში ჩამიგდეს კოღოებმა. არ ვიცი თუ ხედავთ, მაგრამ აი ცოტა კიდე გადამიარა რა საშინელ დღეში მქონდა, სულ წითელი მქონდა ზემოდან. აი ეს ჩაყოლება. და როგორ მეკავებოდა, აი თქვენ აზრზე არ ახართ რა. მაგრამ უცლებდი აი მომენტებში ძალიან მეკავება ხოლმე. როგორ დამკმინეს ორი ვარიანტია. მაშინ წინაზე უფრო თხელი მაისური მეცვა, აი ბოჭკუებში მაგათი ის რითიც კმენს აღწევს რა. ან გარედან დამკმინეს, ან მაისურში შეძვნენ. თორე ზურგზე ან ქონდა დასხმული და დღეს ხა ზურგზე ვერ წვდები იმდენად და ესე ჩავისხი რა. იმედი ესე ვეგეთ დღეში არ ჩამაგდებენ. ახლა კამერასაც აჯდებიან. მაგას მაინც დაანებეთ თავი. არ მკითხოთ ცეცხლი რატო დავანთე. საჭმელი არა. ნუ არ არის ამის საჭიროება. კოღოები.
იქ ზემოთ როცა ვიქნები ჩანთის ატანის თემაში რა ადგილი რო დავზოგო, შემიძლია ჩანთა წინ ხეზე ჩამოკიდებული მქონდეს. წვიმის შემთხვევაში კი მაქვს ის ჩანთაზე გადასაცმელი, აი წყალგაუმტარი არის, თელ ჩანთას ეკვრის. ყოველთვის ჩანთის ჯიბით დამაქორმე რა. აი და უცებ წვიმოს უცებ გააძრობ ჩანთას გადააკრავ. აი დავკიდებ, ადგილს მაგრად დავზოგო. ამას დავარქვი დაკიდებული თავშესაფარი. და მე რო დავფიქრდი, მართლა კაი თავშესაფარი გამოდის. და შესაფერის ადგილას რო იყო, ეგრე დაკიდო ბევრად უსაფრთხოდ ხარ რა. რა უნდა მოვიდეს? რა უნდა ამოვიდეს, ხო? ვერც ვერაფერი. გააჩნია რა სიმაღლეზე გააკეთებ. აქ მაგალითად ამოხტომით ვერ ამოხტება. და თუ რო იყოს ამ ტყეში, ხო, თავისთავად უსაფრთხო აღარ იქნებოდა. რა იყო და ისო ბალახი გადაცდა? წამოღებული მაქვს ბაბუას გაკეთებული და შებოლილი რაჭული ლორი, რომელსაც გახოხულ პურში ჩავდებ და მაგაზე კარგი არაფერი იქნება ახლა. ძულიანი ხარე შემხდა. წვანე ფოთლები გამოყავს ბევრ კვამს. იქნება ამ კვამზე დაფრთხნენ კოღოები. არის მცენარეები, რომელიც მართლა აფრთხობს, რომელთა კვამლით უბრალოდ. წავწდი რა. რატომაც არა. რა გემრიელია. თითქოს იმოქმედა. არა, აშკარად იმოქმედა. აღარ არიან იმდენი.
ისეთი ღრუბელია დღეს შეიძლება იწვიმოს. პატარა პიტბული არის ეს საღი. მეოთხეში არის. მიდი ადი ზემოთ, მიდი. მიდი ტაისონ. მიდი შეგიძლია, მიდი. ადი ზემოთ, მიდი. მიდი ტაისონ, მიდი. მაქედა ვერა ხარ. მიდი. აი აქედან ადი ნაპირიდან. ბიჭო. ტაისონ, ხეზე სიარულიც ისწავლე რა გინდა ტიპი სადადის. აი იქ იქნებოდა. ჩამოიღე მიდი. მიდი. ადი მიდი, ადი. ოჩა. მომეცი ეგ ჯოხი? მომეცი. მაგარი ბიჭი ხარ. ვიმეორებთ. ტიპი ისი ამოდის კატა მგონია უკვე. ქართულები ჯერია, ცოტა მაღალზე უნდა დავდო. შენ მან დიყავი ჯერი. შეიძლება ფიზიკურად ვერ მიწვდე. მაგრამ ხოცი და დაამტკიცებ რომ ძალიან მაგარი. მოიცა? მიდი. დაგინა ჩამოაგდე ეგეც იქნება. მიდი ჩამოიღე. ხები რო დადიან ხოლმე ხო იცით კედლებზე, ეგეც თემაში დგას ესეც რა. ადი. ანუ იქ უნდა ასვლა ზემოთ და შეიძლება სუნით იგრძნო ან ციყვის ბუდე ან რაღაც ეგეთი უეჭველი, იმიტომ რომ ჯერ ქვემოთ სუნავდათ ხრიდა. იმის მერე დაიწყო თვითონ ზემოთ ასვლა რა. მე თამაში გადავიყვანე ჯოხით და რამე თორე. ზემოთ უნდა ასვლა. ბიჭო აგიყვან, მაგრამ რავი როგორ მე ჩამოხვიდე. როგორ აგიყვანო? რამე არ იტკინო. არა ვიყან თორე რაღაც არ იტკინოს ჩამოვარდეს, იმიტომ რომ ძალიან მაღალია რა. ქოხი რომ აქვს დაკიდებული, ის ზედა ტოტი რო არის, იმ სიმაღლეზეა და რავი ძალიან ზედმეტი არის. 100%-იანი ბუდია ან რამე რა. იქით უნდა განსაკუთრებით ასვლა. კიბიდან ჩავიხედე ზემოთ არის ფუღურო რა. კოები არის სულ დაგროვებული და სავარაუდოდ ციყვის ბუდე არის. იქნებ ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მე სტუმროს კიდეც აგერ ქოხში. გინდა მოსვლა ახლა. რამეა დამოგიყვა. რადგან ეგრე ძალიან გინდა.
Tyson, მოდი. მოდი. და დამელოდე ამოვა. ძალიან მოაქამარეს, თორე. იმაზე მეძახდა რომ იქ ავიყვანო. შუადღეც მოვიდა. დღეს ალბათ აღარაფრის გაკეთება აღარ მომიწევს. ცოტა ხანში ჩავბარგდები და წავა. შემდეგი ვიდეო როდის იქნება აქ არ ვიცი. მაგრამ იქნება დარჩენა. აი ყოღოები რო არ იყვნენ. ნებისმიერ დღეს დროს გადავიღებდი დარჩენის ვიდეოს აქ. საერთოდ ამ ტერიტორიაზე რო გაქრნენ. დღე კიდე ხო დავისხავ და არ მომეყარებიან, მაგრამ როდესაც დავიძინებ ახლა. მთელი ღამე რომ ეძინება, ამის გამო არც გამეღვიძება. ისე დღეში ვიქნები დილას, შეიძლება ჩემი თავი ვერ ვიცნო. ძალიან დიდი ტოტი უჭირავ, ახლა იმაზე თამაშობს. ხო და რავი მეგობრებო. ძალიან მინდა აქ დარჩენა, მაგრამ მოვიფიქრებ რა. ესენი ხო სულ არ არიან, შეიძლება ზაფხულის ბოლოსკენ აღარ იყვნენ ან შემოდგომის დასაწყისს, ნახოთ. უბრალოდ სიმწონეში მინდა დარჩენა რა. მაგის მუღამი მაქვს თორე. ზამთარშიც მოვა დავრჩები, არ არის პრობლემა, თან. საინტერესოც იქნება. Tyson, წავედით. გავეშურე მეგობრებო სახლისაკენ. შემდეგი ვიდეო აქ იქნება უკვე დარჩენა. როდის ზუსტად არ ვიცი, კი ასია გზა. მაგრამ იქნება აუცილებლად. აი შემდეგ ისე მოსვლას აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ყველაფერი გაკეთებული მაქვს. თანაც ძალიან სწრაფად გავაკეთე. არ ველოდი რომ ასე სწრაფად დასრულდებოდა. მეგონა ბევრად დიდი ხანი დამჭირდებოდა რა, მაგრამ რაც ძირითადი იყო ერთ დღეშივე გაკეთდა. მსგავსი რაღაც საინტერესო იდეები თუ გაქვთ მეგობრებო გამოუშვით. ანუ იმე უცხოელის ვიდეოში თუ გაქვთ ნანახი, ლინკი შეგეძლიათ ჩამიგდოთ. შეძლებს დაგვარად, რასაც ფიზიკურად შევძლებ, ფიზიკურადაც და დროის ამბავშიც და ადგილების მიხედვით. Tyson, აქეთ. გავაკეთე მეგობრებო ყველაფერს. ასეთი ვიდეოები ვისაც მოგწონთ, დააკომენტარეთ. დავალმე და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად მეგობრებო, თქვენ უყურებდით BBR Whites.